საღამო მშვიდობისა, ჩაიმე ესავლები ასე გადაცემა დაიწყო. საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო. ეს არის რადიო სივრცე FM 98 და 5. ეს არის გადაცემა ეპშტეინის კუნძული. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი ვაკა გორგილაძე და ჩემი სტუმრები არიან ამჯერად ნამდვილად გვჭირდება თქვენი სხვადასხვა იპოსტასები. გურამ ნიკოლაშვილი დღეს იქნება ისტორიკოსი, შენგან გვჭირდება ფილოლოგიური ანალიზი ამ შეთქმულებების, რომლის განხილვასაც ჩვენ დღეს მოვაწყოთ. დღეს კი ჩვენ ვიხილავ ძალიან კლასიკურ აი ეგ ტიპურ შეთქმულებას, ყველაზე პოპულარულ შეთქმულების თეორიას კაცობრიობის განმავლობაში, ის რაც ეხება ორეულებს, თვითმარქვია უზურპატორებს და ასე შემდეგ. ისტორია იცნობს ახლა ის, რომ მაგალითად კაცი რკინის ნიღაბში, ხო, ეს რაღაც იდუმალი ტუსაღი, რომელიც არის ერთ-ერთ რომანში აღბეჭდილი ჯუმას მემური დებრაჟელოვში, ხო, იქ არის ჩანართი, ხო? არის სხვადასხვა ვერსიები, ორტერი ავრცელებდა ვერსიას, რო ის არის ლუდოვიკ მე-13-ის, ესე იგი, ბასტარდი, ან ავსტრიელის ბასტარდი არ მაქვს, ზუსტად მოკლედ არის ვერსია, სხვათა შორის ერთ-ერთი ოლივერ კრომველის შვილი იყო. გარდა ამისა, აი რუსულ სტაროვერებს დღემდე, ესე იგი, არის ეს ლეგენდა, ძალიან გავრცელებული იმის შესახებ, რომ პეტრე პირველმა, როდესაც ეს დიდი სტუმრობა მოაწყო ევროპაში, როდესაც მოიარა ჰოლანდია, ხო, იქ შეცვალეს და ქართველი უფლისწული შეცვალეს, კაცო. ხო, ეს უკვე ჩვენი შეთქმულებებია, ხო, რომ ეს ქართულ წარმომავლობაზე. ცრუ დიმიტრი კი ბატონო, რა თქმა უნდა, რამდენიმე უამრავი თეორია. უამრავი თეორია, მაგრამ ჩვენ ახლა რას ვეხებით? ჩვენ ვეხებით კონკრეტულ, აი დღეს ჩვენს წინაშე ხდება ეს შეთქმულება და მოდით დავიწყოთ ამ შეთქმულებებს, გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებში დატრიალებულ ამბავს. მოდით პირველი სლაიდი ეს არის ჩვენი ძვირფასი ისევ ბენონი აქვეყნებს, უпроსწორად აზიარებს პოსტს, რომელიც ერთი წუთით ხო სტივენონი ავრცელებს პოსტს. ეხლა სტივენონი იცით შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ეს არის მაგას ერთ-ერთი იდეოლოგი, დაფუძნებელი ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სტრატეგიულ მრჩეველი იყო. ნუ მე რთული ხასიათების გამო რა თქმა უნდა იქ ვერ გაუძლებდნენ ერთმანეთს, მაგრამ დღესაც ბენონი არის აქტიური მხარდაჭერი ტრამპის და მან გააზიარა ვინმე ხუანიტა ბროდრიკის პოსტი. დამაინტერესა, დარწმუნებული ვარ, არც ჩემო სტუმრებმა და წამყვანებმა არიციან, არც 99%-მა, არც მე ბუნებრივია ვიცოდი, მოვიძიე ინფორმაცია აღმოჩნდა, რომ ხუანიტა ბროდრიკი არის ერთ-ერთი ქალი, რომელმაც 1912 წელს ბილ კლინტონი დაადანაშაულა აბრაში, თუ გამოიცნობთ. 1912 წელს? 1912 წელს ალბათ. ხო და რაში დაადანაშაულა? ჰარასმენტში და გაუპატიურებელი, რა თქმა უნდა, რომელიც მოხდა 1978 წელს. ის ჯერ კიდევ იყო არკანზასის გენერალური პროკურორი. და სხვათა შორის ეს ყველაფერი ხდება, როდის ეს მონიკა ლევინსკის ამბავი რო აწყდა, დაახლოებით 100-მდე ქალმა უჩივლა. მათ შორის არიან, ბევრი არის ძალიან ესეთი რაღაც საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი, ზოგი მოკლული. მაგალითად ორი მის არკანზასი მისი ასევე ადანაშაულებდა გაუპატიურებაში, ასევე ჭორები დადიოდა, ვრცელდებოდა, რომ თითქოს და ასევე გაუპატიურებული იყო თქვენ წარმოიდგინეთ ჟაკლინ კენედი ონასისი, მე ვფიქრობ 17 წელი. ბილ კლინტონის მიერ. ეს არის ჭორები, რაც აქტიურად ვრცელდება. მაგარი ყოფილა კაცო. და მოკლედ დამამთავრებიდეთ ამბავი. მოკლედ რას წერს ხუანიტა ბროდრიკი? ისევ იდოს ეს სკრინი. ის წერს რომ ის, ანუ ბაიდენის ესე იგი ფოტოსურათია, ის არასოდეს ყოფილა თეთრ სახლში და ეს ყველა მიცოდა. ეს იყო გაყალბებული არჩევნების საუკუნის დანაშაული. ანუ
ბაიდენი არასოდეს არ ყოფილა თეთრ სახლში. აი ამ ეხლა გეტყვით რას ნიშნავს. 31 მაისს დონალდ ტრამპი საკუთარ პლატფორმაზე, აი ეს Truth Social რო აქვეყნებს შემდეგ პოსტს. ჯო ბაიდენი 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს და მას შემდეგ თქვენ მხოლოდ მისი უსულო და უტვინო კლონები და რობოტები თუ გინახავთ. და შემდეგი ვიდეო. ვინ დასაჯა სიკვდილით? ამას არ ამბობს Deep State რა თქმა უნდა. State მას სიკვდილით დასაჯა. აბა ჩაუშვა ჩვენ მასკის რობოტით გააკეთეს. შემდეგი ვიდეო ჩაუშვა, სადაც ტრამპი Now, I have to tell you, he's a different guy. He looks different than he used to. He acts different than he used to. He's even slower than he used to be. I call him 1% Joe. Joe Biden is a dummy. It's not him. He does. He's a puppet. He is a puppet. He's a puppet. He's a beauty, I'll tell you. Joe doesn't know he's მოკლედ alive. ამ ვიდეოებში ტრამპი რას ამბობს? ჯო ბაიდენმაც კი არის ის რომ ცოცხალია. ის ხვანაირად გამოიყურება, ხვანაირად იქცევა და ყოველდღე უზარმაზარი ნიღაბი აქვს სახეზე. ეხლა გთხოვთ ჩაუშვათ აი ეს ვიდეოები, სადაც არის აღბეჭდილი ის რომ თითქოს და ნიღბები უკეთია. ბაიდენს და მე მგონი მაკრონის არის და ასე შემდეგ. ეს ის ჯო არ არის მე რო ვიცნობდიო? ხო, ეს ჯო არ არის. სანამ უყურებთ ამ ვიდეოებს, აქვე გეტყვით, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში განახლდა გრანდიოზული თავისი სკანდალურობით პროცესი შონ კომპსის წინააღმდეგ, საზოგადოებისთვის იგი მეტად ცნობილია, როგორც პიპდიდი ან პაპდედის სახელით. მოდით გავუშვით ეს ორი სლაიდი, რომელიც პაპდედის ეხება და პაპდედის ფოტო ბარაკ ობამასთან ერთად. მოკლედ რეპერის პროცესზე, რომელსაც რამდენიმე გრემი და ბეთ ევორდი აქვს მიღებული, ის არა მხოლოდ რეპერია, ის პროდიუსერიც არის, მსახიობიც. მას უმაღლესი ჯილდოები აქვს აღებული აი პოპულარული მუსიკის ჟანრში, რომელსაც სერიული გაუპატიურებებით და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი. მოკლედ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ დღეებში, დიკაპრიოც კი იყო მოწმედ გამოდახებული და ფიქსირდება ის, რომ მას გარკვეული ამაზე აქცენტირებას ახდენს მედია, მას გარკვეული კავშირები ჰქონდა ბარაკ ობამასთან. და მოკლედ მინდა აი ამ ეს არ არის შემთხვევითი ეს რომ ეს პროცესები ერთმანეთს ემთხვევა და მე მაქვს ჩემი მოსაზრებები ამ მოსაზრებებს გამოთქვა მას შემდეგ რაც თქვენ იტყვით თუ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რას ემსახურება ეს შეტყობინებები ტრამპის მხრიდან რა მიზანს ისახავს და რას წარმოადგენს ეს შეთქმულება მოდით განიხილეთ იმ თვალსაზრისითაც რომ ჩემი აზრით აი ამ მედიური ტექნოლოგიების ელექტრონული მედია, სოციალური მედია, ის манипуляციური ტექნოლოგიები, რასაც ახლა ხელოვნური ინტელექტის, აი ქართულ მედიასაც ვატყობ, რომ აითვისეს და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რაღაც სიმულაციების შესაქმნელად. რას ემსახურება ეს манипуляცია? მოდით როგორც ტექნოლოგია განვიხილოთ ეს შეთქმულებები. მოდი გურამ შენ დავიწყოთ. ნუ შენ ესე ჯესიც არასრული ჩამონათვალი გააკეთე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი ხაზი დღესდღეობით არის ტრამპისტი ქალი ოუენსია თუ ასწრები გვარად, რომელიც იძახის რომ რკინის ნიღმიდან შევედით რკინის საწმერთულის ერაში. რომ მაკრონის ცოლის სულაც არ არის ცოლი. ხვდებით, ანუ ამას ესე იგი და ამტკიცებს რომ მთელი ეს ვიდეო манипуляციები აქვს, მთელი სერია აქვს ამის იმას არ აკნიკავ. ათასი რა უბრალოდ და მაგრამ გუში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ცხადი მოწმობა იმისი თუ როგორ მუშაობს აი ეს ამბები. ხუჭა კვარაცხელიამ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, მერე ეს გუნდი პარი სენ-ჟერმენი დაპატიჟეს ელისეს სასახლეში, სადაც შეხვდა წვილი მაკრონები და გუნდის ძველი ბატონი ჰაკიმი ძალიან დიდი ეჭვით უყურებდა ეს ვიდეო მოიარა სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი ეჭვით უყურებდა აშკარად აინტერესებდა გამოეცნო ბრიჯიტ მაკრონის ჭეშმარიტი არსი ვინ იმალებოდა აი ამ თმებისა და სხეულის ქვეშ ნუ რა თქმა უნდა ეს კლავიდუმლად დარჩა მაგრამ ეს არის კარგი მაგალითი იმისი როგორ მუშაობს ეს შეთქმულებები და რა გავლენას ახდენს
ნუ დონალდ ტრამპი ამაში გამორჩეულია, იმიტომ რომ მას მისი სტილისტიკიდან გამომდინარე, მას აქვს აბსოლუტური წმენა თავის და საერთოდ იმ თეორიების, სადაც მიაჩნია. ხა ჩვენ გვახსოვს მისი შეხლა შემოხლა ჟურნალისტთან, სადაც უმტკიცებდა, რომ ერთი კაცი რომელიც გაადეპორტეს და მედია მერე ფეიკი გაუკეთეს ხელზე ვითომ სვინინგები იმასაც ჰქონდა, მაგრამ კიდე რაღაცა მოკლედ იმისი დაჯგუფების სვინინგი გაუკეთეს და არა ეს ნამდვილი არისო უმტკიცებდა ამას და იმან უთხრა არა ეს დადასტურებულია რომ ფოტომონტაჟი არისო შენ ჟურნალისტი არ ყოფილიყარო შენ საერთოდ აქ რა მოგიყვანაო მე მეგონა კაცო ლაპარაკებოდიო და you are stupid ანუ next question ეს ადამდე მიიყვა საფას რომ მას აღწმენა რომ მას დააკარგის სხვათა შორის ეს დადასტურებული ინფორმაციაა თეთრი სახლის ვებგვერდიდან თუ რომელიღაც ვებგვერდიდან მოკლედ გაქრა მასალები აი 2020 წლის გამოძიების შესახებ რომ ეს არც შიოლა ყოფილა ყავიდებურად იმიტომ რომ ეს მოკლედ ისტორიის დაწერის მორიგ მცდელობა არ იქნება და პატარა მიკრო შეთქმულებები ჩააქსოვ ეხლა რა არის ეს თლიან სურათში ეს რა თქმა უნდა ემსახურება ჩვენ ხედავთ ძალიან დიდ ბრძოლას აბ ეგრეთ წოდებულ deep state-სა და ტრამპს შორის, რომელსაც უცნობი არის დამთავრდება ეს ტრამპის გამარჯვებით, რომელსაც დაკარგა მისი მთავარი მოკავშირე ილონ მასკის სახით, რომელსაც უკვე დაიწყო უკვე 1-2 დღე არ არის გასული და უკვე დაიწყო პატარა დამოუკიდებელი კომენტარების გაკეთება და თუ ის დასრულდება დიდი გარიგებით. ეს პატარას არ ვიტყოდი, ის არის საკმაოდ სერიოზული დათმა, ამბობენ რომ ტრამპი არის ძალიან უკმაყოფილო, ვინაიდან ეს პირდაპირ ეხება ძირეულ კანონ პროექტს, რომელიც კონგრესმა მიიღო, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის გაზრდას 2.5 ტრილიონამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალურ ჯანდაცვის და სხვა ხარჯებზე ამერიკელებს უბრალოდ სახსრები არ ექნებოდ ყველაფერი წავა მომსახურებაზე და ტრამპი მაინც არ კარგავს იმედს, რომ აი ამ თავის საბაჟოუმი, რომელიც გამოუცხადა ევროკავშირის და ჩინეთს, მის სასარგებლოდ მოკლედ ჩვენ ვიცოდით, რომ ამ მთელი ამ ახალი ტრამპის უკან დგას თავარი ძალა, ეს არის ახალი ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათ დაკარგეს თავარი, მათ დაკარგეს წარმოება, ხო? ეს წარმოება არის გადატანილი სხვაგან, ისინი ფლობენ უბრალოდ აკონტროლებენ ფინანსურად, ფლობენ რაღაც მოგებას იღებენ, მაგრამ ხვდებიან, რომ საფრთხე რომ ხვალ რომ ეს ხელიდან გამოგეცალოს დარჩები უბრალოდ მშრალზე. მარტივად რო თქვა სიტყვაზე, აი კავკასიას აკონტროლებდნენ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თქვა გერმანელების მერე ბრიტანელები, როგორც კი ბაქო დაიკარგა, მთავარი არის ბაქოს ნავთობი, დაანჩენს მნიშვნელობა აღარ ქონდა და ბრიტანეთის ჯარმა ჩაგვაბარა ისე მშობლიურ რუსეთს. ესე გამოვიდა, დაგვაბრუნა უკან და არანაირი დამოუკიდებლობა აღარ მოხდა. ამიტომ ისინი ხვდებიან, რომ ეს ცენტრალურ შუა სამხრეთ აზიაში არის მთელი ეს წარმოება ყველაფერი გაშლილი, რაც იკეთდება და აქედან გამომდინარე ისინი მაინც ცდილობენ, რომ ტრამპის ხელით გააკეთონ აი ეს შავის საქმე, რასაც ქვია შეიტანონ დისონანსი და მათთვის თავარი სამიზნე არის ჩინეთი. მათ არ ადარდებთ ეს უკრაინა, მაგრამ ამავე დროს უკრაინა არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, რომ დავინახოთ, რას აკეთებს ის ძველი ფული, ესე ვთქვათ, რა, ძველი ინტერესები, რომლებიც პირიქით, ანუ მოწადინებული არიან, რომ ეს ომი არ დამთავრდეს, ის არქიტექტურა შენარჩუნდეს, ამ ნაკადებმა უკან იარონ. აი მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს თეორიები, აი რაში პავდედი ახსენე, რომელიც ცოტა მიჩუმად და თითქოს ის გამოძიება, სადაც აი პრაქტიკულად მთელი ელიტა არის ჩართული. უფრო მანამდე ეს არის ჯეფრი ეპშტეინი. კიდე მანამდე არსებობდა ადამიანი ცოტა ხნის წინ მოკვდა, ვინც ეს პავდედი აი ამ ინდუსტრიაში, გარყვნილების ინდუსტრიაში ჩაიტრია, მაგის გვარს მე გავიხსენებ. და ეს ყველაფერი გამოიყენება თეთრკანიანი კაცი. კი. მუსიკალური ინდუსტრიიდან და ეს ყველაფერი გამოიყენება ერთგვარი რაღაცა საჯარო შანტაჟისთვის. ეს არის რაღაცა კარტი იმისათვის, რომ თქვენ თუ აი რაღაცნაირად სიტუაცია არ დაალაგდა, ჩვენ რაღაცებს გავხსნით და ეს არის იმ პირობებში, როდესაც უკვე ყოველი და მართალი არეულია და აღარც აქვს მნიშვნელობა ჭეშმარიტების დადგენას, თავარია რა ვრცელდება. სხვათა შორის თვითონ ტრამპმავე მოაწერა ხელი რამდენიმე დღის წინ, მაგალითად იმდენად დაიხვეწა ხელოვნური ინტელექტი, რომ პრაქტიკულად ზუსტად შეიძლება გააკეთო ნებისმიერი ვიდეო და ამიტომ თქვათ იგივე რაღაცა სექსუალური ხასიათის და შინაარსის ვიდეო რომ ვიღაცას გაუკეთო, ვერ გაარჩიო ორიგინალისგან და ამ ხრივ აზრით დაკარგა. ტრამპი ამას დაუპირისპირდა იმითი, რომ მან შემოიღო სპეციალური კანონი გავრცელების წინააღმდეგ და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა შენ ნამდვილს გაავრცელებ თუ ხო ერთნაირად ისჯები. მაგრამ ისაც ვრცელდება ადამიანის პირად ცხოვრებაზე, საერთოდ არ ვრცელდება აი ამ შეთქმულების თეორიებს და ჩვენ ხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, რასაც გინდა პრაქტიკულად იმას ლაპარაკობენ და მთავარი არის ის თუ ვის რისი ჯერა, ანუ აუდიტორიის
რაღაცნაირად მოპოვების. შესაბამისად ჩვენ ვხედავთ როგორ არის დაპირისპირებული ეს დღის წესრიგები ერთმანეთზე და ეს შედეგები აისახება. მაგალითად აი ევრობარომეტრის კვლევაც, რასაც გადაცემამდე ვლაპარაკობდით, ზუსტად ესე ასახავს შეცვლილ განწყობას, იმიტომ რომ ადამიანები უყურებენ საინფორმაციო ველს და ისინი ხვდებიან, რომ ის რაც იყო გუშინ, დღეს ეს არქიტექტურა დაინგრა. თუ რაღაცა გუშინ რაღაცას გჯეროდა, დღეს ბევრი მაგალითით არის დასტურდება, რომ ესე უპირობოდ ვეღარ ენდობი და თანათანობით ჩვენ შევდივართ, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ ნიშნებს და ნიშნები იქნება, როგორც იმ ცნობილ ინტერნეტ ხმრობაშია, რომ იმისი, რომ ეს თანდათანობით ეს ახალი წესრიგი გაფორმდება, რომელიც ბუნებრივია იქნება ახსოვსე დრონებით, კონსპირაციებით და ახალ-ახალი ვარსკვლავებით. პოლიტიკურ ვარსკვლავებს გულისხმობ. შვენიერი. ზაზა? მე ესე ვიტყოდი, რომ აქ მნიშვნელოვანი არა მარტო ის თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, არამედ რისი სიმპტომია და რისი გამოხატულებაა. ჩემი აზრით ორი რაღაცის. პირველი ფართო გაგებით რასაც შეიძლება უწოდოთ დელეგიტიმაცია მთელი აი ამ ფორმაციის არა მხოლოდ ლიბერალიზმის როგორც იდეისა და ღირებულებითი სისტემის, არამედ დემოკრატიის როგორც ფორმის. და საზოგადოებრივ აქ უნდა ითქვას, რომ საერთოდ როცა ვლაპარაკობ deep state-ზე, ეს არის სწორედ დემოკრატიის დამახსდებელი, დემოკრატიისათვის დამახსდებელი კონსპიროლოგიური ნარატივი. არც მონარქიის შემთხვევაში და არც არისტოკრატიის შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს deep state-ს, იმიტომ რომ მონარქი არის სუვერენული ნების გამოხატულება და როდესაც გვაქვს ისეთი წყობა, როგორც არის დემოკრატია, სადაც ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი და ხალხი აბსოლუტურად გაუგებარი არ არის, ხო? აქ უკვე ჩდება მთელი თეორიები, რომ ესე ვინ მართავს, რა მართავს, რა ძალებზეა ლაპარაკი და რა არის საერთოდ ეს კულისები, იმიტომ რომ ისევ მეორე მონარქიას არანაირი კულისები არ აქვს. ყველაფერი ნათელია, რო ითქვა, ასევე არისტოკრატიას არანაირი კულისები არ აქვს. კულისები ჩდება სწორედ დემოკრატიის დროს. აქედან გამომდინარე, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, აი უყურეთ, არის ძალიან საინტერესო განსხვავება. საჩდება თვითმარქვიობის ფენომენი და სად არის ორეულების ფენომენი, ხო? აი ორუელების მონარქიის დროს ან იმპერიის სიტუაციაში მონარქიის არის რა თქმა უნდა ჩდება ეს სწორედ ფიგურები თვითმარქვია ფიგურები. ოღონდ როდის ჩდება და ეს ფაქტობრივად პირველი საუკუნიდან დღემდე ერთი და იგივე მოდელი თამაშდება. გარდაცვლილი მონარქის შემდეგ ჩდება ფიგურა, რომელიც ამბობს, რომ აი როგორც სრუნერონის შემთხვევაში, სრუნერონი, ტერენციუსი ვინმე, რომელსაც თავი გამოაცხადა ნერონად. ლეონ ფოირტვანგელის შესანიშნავი რომანი არის. შესანიშნავი, მე არ მომავალ, რომ თვალსაზრისით, სოციალურ-კულტურული თვალსაზრისით. თუმცა ამავე დროს ძალიან კარგი მწერალი ყურაზე ლაპარაკი. ამავე დროს ხო, ნუ აი მაგალითად რუსეთში, არამედ რუსეთში, ინგლისში რამ გვაქვს ეს ფენომენი გარდაცვლილი მონარქის შემდეგ, როდესაც ან მოლოდინი ესქატოლოგიური სიტუაცია ფრედრიხ ბარბაროსა, რომელიც კი არ მოკვდა, ვიცით რომ წყალში დაიხშო. ფრედრიხ ბარბაროსა, რომელიც არის სადღაც კლდეში, გამოქვაბულში და ძინავს და ის დაბრუნდება. ორეულები ჩდება უფრო მოდერნისტულ ეპოქაში, როდესაც იდენტიფიკაციის და იდენტობის თემა ჩდება. ყველაფერთან ერთად ორეულები არის იდენტობის და ლეგიტიმაციის პრობლემის გამოხატულება. და ამიტომ აი ყველაზე დიდი კონსპირაცია, რომელიც ლიბერალების წრეებშია, ეს არის პუტინის შესახებ, ხო? აი ჩვენ ხვალ სურეალისტი ავტორი შესანიშნავი ჩემი აზრით, დარწმუნებული რომ ჩუმჩუმად ლექსებს წერს რუსულად, არის ესეთი ტაბლიაშვილი ირაკლი, რომელსაც აქ მე მგონი კაი აბსოლუტურად გენიალური ნარატივი სამი პუტინის შესახებ. ერთი პუტინი არის მკვდარი და ვალდაის ნაციონალში დევს და არის კიდე ორი ორეული, მაგრამ მაგიდან ეს მეორეც მკვდარია. ვინ არის ვინც მართავს ამ ორეულს? ხო და აი მაგას ვლაპარაკობ, რუსული deep state
რითი განსხვავდება რუსული deep state ამერიკული deep state-ისგან. სხვა შორის ძალიან საინტერესოა მოგეხსენებათ არსებობს ესეთი ქორი რუსი რეაქციონერი პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი. სერგეი კარაგანოვს აქ ერთი ძალიან საინტერესო პასუხი შეკითხვაზე გაცემული, როცა მას კითხეს 1990-იან წლებში სად იყო deep state-ი და მან ესე უპასუხა deep state-ი ჩამოშორებული იყო ხელისუფლებისგან და ისეთი ხალხი მართავდაო რომ ყველაზე ჭკვიანი ამ ყველა იყო დებილიო და ამ დებილებში ყველაზე ჭკვიანი იყო გაიდარიო და ასევე ყველაზე კულტურულიცო ამ აბსოლუტურ კულტურულ ხალხს შორის და deep state იყო ჩამოცილებული სხვათა შორის ამ ზუსტად იგივე შეგაწყვეტენ რომ ახალი ოლიგარქები რუსეთში ზუსტად იგივეა რაც დღევანდელი ამერიკელი აბსოლუტურად ხო და ამ ფრაზაზე მთელი დისერტაცია შეიძლება დაიწეროს და მონოგრაფია. ანუ აქედან გამომდინარე პუტინის მობრუნება არის სწორედ deep state-ის, რუსული deep state-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა არის. ცხადია ეს არის უშიშროება და ეს არის უშიშროების სამსახურები, არა ერთი და ორი. აქედან გამომდინარე რუსული deep state-ი და ამაზე და ეს კონსპიროლოგიური ნარატივი, რომელსაც ტაბლიაშვილი ახმოვანებს თუმცა დღეს სხვა შეიძლება თვალი მოვკარი სხვა ნარატივსაც რომელსაც ვინმე დიმიტრიევი ახმოვანებს რომ პუტინი მკვდარია და შენ ისიც რომ ყველაფერი ის ეკრანზეა უბრალოდ აი გახსოვს რომ ტრიალებდა თითქოს მიკროფონში ხელი გაატარა და ეს რომ სრულად ავატარი ეხა მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და მე ჩვენს წინა საუბარში ვახსენე 90-იან წლებში ძალიან ესეთი პოპულარული და საინტერესო მწერალი დღესაც ცოცხალია, მაგრამ განსაკუთრებით 90-იანებში იყო ძალიან პროდუქტული არ გულისხმობ რაოდენობას. რუსი მწერალი ვიქტორ პელევინი, რომლის მესამე რომანი გენერაცია P საბოლოო ჯამში რაზე დადის, რომ ეს ფიგურები რასაც ჩვენ ხედავთ, მედია ფიგურები, ყველაფერი არის მედია ექსპერტების მოფიქრებული. რომ სინამდვილეში არავინ არ არსებობს. არც ელცინი, არც ჟაგინცევი მეთქი, შუგანოვი, არც ბერეზოვსკი იმ პერიოდში. ეს ამ ყველაფერს ქმნის ეს კონსპიროლოგიური ჯგუფი, რომელიც შედგება მედია რეკლამში კი ტექნოლოგიები. ამ რეკლამში კი და ტექნოლოგიის არის მოფიქრებული ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის ბორხესული აბსოლუტურად იდეა. ბორხეს ახასიათებდა ესეთი მაგიური რეალიზმი. ნუ მაგიური რეალიზმი ეს ერთი, მაგრამ ბორხესისათვის დამახასიათებელი რა იყო? მისი პოეტიკისთვის ეს კონსპიროლოგია, რომელსაც აქტიურად იგით და ესე იგი სწორედ ეს ორეულებით თამაში, ხო? და აბსოლუტური ამოყირავება რეალური ისტორიის, ანუ ალტერნატიული ისტორია. ნუ ერთ-ერთი გენიალური არის მოგეხსენება თემა გმირისა და მოღალატის, როდესაც ირლანდიის ნაციონალური გმირი მოღალატე აღმოჩნდება და აღმოჩნდება, რომ თურმე იყენებდა ამის ესე იგი დგამდა ამ მის მკვლელობას დრო არ კონდა და გამოიყენა იულიუს კესარი ყველაზე სასაცილო რა თქმა რუსულ რევოლუციაში იყო ეგეთი გმირი ყველაზე სასაცილო რა არის ბორხეს რაზე და თვითონაც ამბობს ეს რომ ირლანდიელს დრო არ იყო და მოსისხლემტერი ინგლისელი შექსპირი გამოიყენა თავის ასე ვთქვათ კონსპირაციაში და რა შეიძლება ვთქვათ ასე ისე ვიმეორებ თვითმარქვიობის ფენომენი რა თქმა უნდა მონარქიასთან არის დაკავშირებული ხდება მონარქი და სხვა შორის ეს მარტო იმაზე არ არის დამოკიდებული აი წინათ სხვა დრო იყო ნელოს ვრცელდებოდა ინფორმაცია დღეს აი ამან გადაინაცვლა ძალიან საინტერესოდ ეს თვითმარქვიობის ფენომენი დღეს არის ამდენად პოლიტიკაში რამდენადაც კულტურაში მასობრივ კულტურაში კერძოდ არა მარტო ველოდებით რომ აი ალბათ გახსოვს ხო Independent Day ამერიკული ფილმი სადაც თუ არ ვცდები ამ ჩიკაგოს Sears Tower-ზე დგანან ფანები და ყვირიან ისინი დაგვიბრუნებენ ჩვენს ელვის პრესლი ცოცხალია ისე როგორც ტუპაკ შაკური
პოლიტიკური სხვათა შორის აფრიკის შაკურის ყელობაში ცედება, არ უმტკიცდება, უბრალოდ კი ბატონო, ეს აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით, ეს მართლაც ეგრეა, შეთქმულება, ერთი წუთით, შეთქმულება არის ყოველთვის კულტურის ნაწილი ხდება, ამიტომ არ არის შემთხვევითი რომ ჯუმამ დაწერა, მაგალითად. სხვათა შორის ერთი რომანი აქვს დაწერილი ხარამახრო სათაური, სადაც პლიანად არის მიძღვნილი აი ამ ესე იგი აი ამ უსაღის შენ მაგას არა კიდე არის აი ყველაზე ძლიერი კონსპიროლოგიური რომანი ჯუზეპე ბალზამო გრაფიკალიოსტრო კალიოსტრო კი ბატონო შეთქმულება არის მონტე კრისტოშიც ანუ ფაბულა არის მაგრამ რატო არის მნიშვნელოვანი ჯუზეპე ბალზამო რამდენიმე 10 წლეულით ადრე ის აკეთებს ფრანგულ რევოლუციას და აი ზუსტად ამის მიხედვით ხო აღლაპარაკობ ტამპლიერებზე რომელიც არის ალბათ კონსპიროლოგია ყველაზე დიდი ნარატივი შენ ბორხესი ახსენე და აი ეს არაჩვეულებრივი მოთხრობა მე გამახსენდა ეხლა რომ ჩვენს სააგენტოს Facebook გვერდზე და საიტზე SP-News.io და ჩვენს Facebook გვერდზე არის გამოქვეყნებული არაჩვეულებრივი პუბლიკაცია რობერტო როსელინის გენერალი დელა რობერე სადაც ასევებს გავსი შეთქმულება ანზორი ბურჯანაძის რეკომენდაციას უწევ აუცილებლად გაიცანით ამ პუბლიკაციას. მეგობრებო, ძალიან კარგია ის და ვეთანხმები ყველაფერს იმას რაც თქვენ თქვით, უბრალოდ მე კიდევ უფრო პროფანულ სფეროში გადავალ და გამიხილა ამას როგორც ტექნოლოგია. ჯერ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგას ამომრჩეველი არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან რთული კომპოზიცია ელექტორალური. მის ბირთვს არც თუ ისე უმნიშვნელოს დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანია ვინც არის მაგას ამორჩეველი ტრამპის ამორჩეველი რომელშიც არის ძალიან პოპულარული სხვადასხვა შეთქმულებების თეორიები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია არის შემდეგი მთელი ეს დემოკრატიული ლიბერალური ელიტა ესენი არიან რეპტილოიდები ყველაზე ცუდ შემთხვევაში სატანის მოციქულები, რომლებიც აწყობენ სხვადასხვა შავ მესებს, სხვათა შორის მგონია, რომ აი არც თუ ისე შორს არის. არა, ვიღაცები არც მალავენ. შორს არის სიმართლისგან, მით უფრო აი გურამ ახსენა. ზუსტად და სხვათა შორის იქ დიკაპრიოც აყვება, იქ რა ხდებოდა, რაც ხდებოდა იმ ესე იგი აი ამ სასახლეში, ხო, პაბდიდის და ის რასაც ყვებიან, ის რაც ხდებოდა ეპშტეინის კუნძულზე, ყველაფერი ეს მაგაზე მეტყველებს. ანუ ნახეთ, ტრამპი მშვენივრად ფლობს ინფორმაციას საკუთარი ამორჩევის პროფილის შესახებ და სხვადასხვა დროს რაღაც გარკვეულ საკვებს აძლევს. ხუზას საკუთარ ამორჩეულს კი ბატონო. ხო, აი ფსიქოლოგიაში ეს არის ანკორი. და ესე იგი ეს ჯერთი აკმაყოფილებს ამ ამორჩეულს და მეორე სულ მზად ყოფნაშია. არ არის შემთხვევითი და აქ უკვე გადავდივართ მეორე ასპექტზე. თუ ტრამპი გეგმავს ძირეულ ტრანსფორმაციას ამ პოლიტიკური მოდელის, რომელიც გულისხმობს ამ დემოკრატიაზე უარის თქმას, იმიტომ რომ მოდით გავიხსენოთ კერტისი, მოდით გავიხსენოთ არის ასევე ესე იგი ძალიან ნიშნულოვანი ფილოსოფოსი, სოციოლოგი განს ჰოპე, რომელიც აი ამ ტექნომონარქიზმს, რაზეც ლაპარაკობდა გურამი, ხო? აი ეს კონცეფცია ყველაზე სრულყოფილად არის წარმოდგენილი მის ნაშრომებში, არის ეს ნაშრომი დემოკრატია 2001 წელს არის გამოქვეყნებული. მოკლედ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. რაში მდგომარეობს ტექნომონარქიის მოდელი, რომელსაც სხვათა შორის უჭერს მხარს სტილიც, უჭერს მხარს მასკიც და ტრამპიც და დევენსიც სხვათა შორის. ის გულისხმობს რას? შენ არ გაქვს არაფრის უფლება გარდა ქვეყნის დატოვების უფლებისა. თუ კი შენ არ ხარ მაყოფილი აი ამ გენერალური მენეჯერი მონარქით. შენ გეძლება ყველაფერი, ბაზისური შემოსავალი, ყველა შენი ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას გაძლევს, არა მხოლოდ გართობის მათ შორის, მაგრამ შენ უარს ამბობ
ყველა სახის პოლიტიკურ აქტივიზმზე, მით უფრო ექსტრემიზმზე. თუ არ გაწყობს ეს სიკეთეები და არ ეთანხმები, მაშინ უნდა დაკავო ქვეყანა. სხვათა შორის მე სულ უფრო და უფრო მომწონს ეს მოდელი. კარგია. ამასთან ერთად უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰოლივუდი ტრადიციულად, აი განსაკუთრებით ბოლო 25 წლის განმავლობაში არის იდეოლოგიური და ღირებულებითი მტერი ტრამპის და მაგას იდეოლოგიის. ეს პროცესები არის დარტყმა ჰოლივუდზე. არის დარტყმა ამ ლიბერალურ ელიტაზე. ის რომ ძალიან ხშირად ჩნდება ამერიკულ მედიაში და განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. სოციალურ ქსელებში საერთოდ ტრანსფორმაციას ახდენენ. სოციალურმა ქსელებმა აი გურამი ეხლა ევრობარომეტრის კვლევას კლევის შეფასებას როცა ახდენდა და აბსოლუტურად უგუნური ერთ-ერთი სოციოლოგის მოსაზრებები რომ თურმე ის არ ეთანხმება აქ სოციოლოგიური ემპირიული კვლევა კი არა აქ ინტუიციურად უნდა გძნობდე ამას ვინაიდან სანამ არსებობდა მედია ლიბერალური მედია მონოპოლია ინფორმაციის ნაკადების ტრანსლირებაზე მაშინ იყო ეს ვითარება როგორც კი სოციალური მედია შემოვიდა და ჩვენ ვხედავთ რომ რადიკალურად ყოველდღიურად იცვლება განწყობები. სხვადასხვა ბლოგერები, სხვადასხვა ესე იგი ელექტრონული და ციფრული მედიის მეშვეობით ხდება ეს ტრანსფორმაცია და იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰოლივუდი, როდესაც იყო რაღაც ის ეტალონური ქმნიდნენ იქ რაღაც ეტალონურ მოდელებს მათ შორის და მართლაც ელიტის ცნება შეესაბამებოდა, იმიტომ რომ ყველა ცდილობდა მიბაძვას ელიტის მთავარი თვისება ეს არის, ხო? ამდენად ყველაფერი ის რაც ხდება შტატებში და რასაც აკეთებს ტრამპი, მეტყოლებს ერთ რამეზე, ის ამზადებს თავის ამომრჩეველს ძირეული ტრანსფორმაციისთვის, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს არსებული პოლიტიკური სისტემის ძირეულ ტრანსფორმაციას. რის შედეგადაც აი ეს გუნდი, ნეოკონსერვატორები, ნაციონალისტები, ტექნომონარქისტები, რაღაცაც უნდა როგორც კიდე დავარქვათ, ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, 15, 20, 25 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ეს არის და როგორც კი მოხდება ეს ესკალაცია, ჩვენ ამას დავინახავთ, დავწმუნდებით იმაში, რომ არანაირი გარიგება ტრამპსა და Deep State შორის არ არსებობს ამ პირიქით. ახლა ბალანსისთვის მოდით რუსული შეთქმულების თეორია. მოდით ჩავთოთ ვიდეო და მოусმინეთ აი ამ შვენიერ კაცს. Да. Вечером, ближе к 9 часам вечера четверга, 26 октября, президент России Владимир Путин скончался в своей валдайской резиденции. Салави. ხო, აი ნახეთ, ესე იგი, ეს ვიდეო არის ჩაწერილი 2 წლის წინ. ეს არის ვალერი სალავეი. არ გეგონოთ გიჟი, ის არის პოლიტოლოგი, ის არის ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გიმოს კათედრის გამგე იყო ეს პერიოდი, სხვათა შორის public relations-ში. და ამ კაცმა მოკლედ აი 2 წლის წინ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი არის მკვდარი. ის გარდაიცვალა სადღაც ვალდაიში და ესე იგი შეინახა ეს მაცივარში და მაცივარში დღემდე ესე იგი ინახავენ პუტინს. ესე იგი აქ რა ხდება? ამ კაცის YouTube channels აქ 9 მილიონზე მეტი გამომწერი. იმას იწვევენ ყველა პოპულარული ბლოგერი რუსულენოვანი, მათ შორის უკრაინელები, ლიბერალები და ოპოზიციონერები, მოკლედ ყველა და ყველა ძალიან სერიოზულად ესაუბრება, ესე იგი რა თქმა უნდა ის კვლავ ესე იგი ამ თავის თეორიას ავითარებს, მეტიც ამბობს რომ ესე იგი ეს ორეული, რომელსაც არის შეცვლილი, არის ვინმე ბელორუსი ტრაქტორისტი, რომელიც პუტინზე 2-3 სანტიმეტრის მაღალია და 3 წლით უფროსია, თუ პირიქით, ხო, მოკლედ ესეთი და მოკლედ რაღაცა ეს დახვეწეს და ეს წარმოადგენს ახლა ამ ესე იგი პუტინს და იღებს გადაწყვეტილებებს. ხო, გარდა ამისა ამბობს რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობას ეს ახლო წრე იღებდა, ანუ პატრუშევი
იქ რაღაც კიდევ ვიყავს იმას შოიგუსაც ასახელებდა. ნუ მოკლედ ძალიან ვიწრო წრე იცოდა ამის შესახებ, ნუ სალავიოვის და მთელი სოფლიოს გარდა, იმიტომ რომ ხო გააგებინა ყველას და ეხლა ელოდებიან რას, როდის გარდაიცვლება პუტინი, იმიტომ რომ ორეული, იმიტომ რომ ხო შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში ამის და ესე იგი, მაგრამ აი ნახეთ ეს კაცი დღემდე ცხოვრობს მოსკოვში. თავისუფლად ესე იგი აი ამ იძლევა ამ ინტერვიუებს დადის აი ამ გამოწერებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარდა ხო თითეული მისი ეთერი ეს არის 200,000 ნახვა მინიმუმ არის მილიონიანი ნახვები და ასე შემდეგ ეს ნიშნავს რომ მონეტიზაციაში რო გადავიყვანოთ იქ დაახლოებით თუ შეიძლება 10-დან 15,000 დოლარამდე შემოსავალი გაჩნდეს ამ კაცს მაგრამ არავინ არ უქმნის არანაირ პრობლემას თავად ეს არის ახლა ისმის კითხვა და სხვათა შორის აი ამ ტექნოლოგიებში არის აღწერილი ერთ-ერთი ეს ტექნიკა, როდესაც და განსაკუთრებით ის აქტუალურია, როდესაც ამ ჩვენს ელექტრონული ან სოციალური მედიის ეპოქაში, როდესაც შენ ხსნი რაღაც არხს, ამ არხის მეშვეობით ავრცელებ ინფორმაციას, რომელიც გარკვეულ ტენდენციას გამოხატავს 80%-ით, მაგრამ ამას ხანდახან ურევ რაღაც ინფორმაციას ერთს, თუნდაც რომელიც რადიკალურად ცვლის აი ამ წინა ნარატივს. მაგრამ იმდენად დამაჯერებელია, რომ უფრო დიდ გავლენას ახდენს სფენაზე, ვიდრე ის დანარჩენი სხვა ინფორმაცია. აი, როდესაც მე მოусმინე ამ კაცის რამდენიმე ეთერს, ის კი ბატონო ის ტრადიციულად მანტრასავით აგრო, ისევ მასივარშია რაღაცა და იქ კლანები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ვერ აირჩიეს რაღაც მემკვიდრე და ასე შემდეგ. მაგრამ შემდეგ ნაწილში მაგალითად ამბობს, რომ უკრაინა არის განწირული, რომ რუსეთი დაიპყრობს, რომ დასავლეთი არის სუსტი. არანაირი პრობლემა არ აქვს. ოფიციალური ნარატივის თვალსაზრისით. და ეს მსგავსი რიტორიკა არის ძალიან ბევრ მათ შორის უკრაინელ ექსპერტებში და იმ ექსპერტებში, რომელიც ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ დღის წესრიგს წარმოადგენენ. ამდენად რისი თქმა მინდოდა, რომ აი ესეც არის ტექნოლოგია, ეს შეთქმულება, არის გარანტირებული აუდიტორია და რა არის მთავარი, როდესაც შენ გინდა რაღაც აზრის, რაღაც შეტყობინების გავრცელება, შენ გინდა გარანტირებული, ადრესირებული მესიჯის გაგზავნა და ესე იგი ეს ნახევარ 1 მილიონიანი აუდიტორია ეს არის ყველა სარეკლამო კომპანიის და სარეკლამო რაღაც კამპანიების ავტორების ოცნება რომ ეს პირდაპირ მესიჯი მივიდეს მიზნობრივად აუდიტორიას. აი მოდით ეს შეთქმულებას გამოვიხილოთ. ტაბლო მაგას საკეთებს ეროვნულ დონეზე კაცო. არა ტაბლიშვილი არის სალავეი. ბეღურა. ანუ ის არის არა კაცო რა ბეღურა სალავეი. არის ბულბული. ბეღურა არის ვარაბი. მაგრამ ის კაპიტანი ჯერ ანუ ორი მაშინ ესე თქვა. სალავეი არის ვარაბი და ტაბლიშვილი არის სალავეი. ვარამბეი. ანუ მაფშალია. მოდით აი გამიხილოთ ახლა ამ ასპექტით. ინფორმაცია, შეთქმულება როგორც ტექნოლოგია, რომელიც სხვათა შორის აი ახლა ამის თქმაც ახლა რეგულარულად პუტინი და ხედავს ეს უკრაინელი რომ ტარიკა გაანადგურეს აიღეს დაიკავეს იქ ნახევარი უკრაინა ეს ხო იწევს იმედ გაცრუებას ეს იწევს შემდეგ აი ესეთ ტონუსის დაწევას ხო ეს ხო სხვა ფსიქოლოგიური ომის ნაწილია ესეც შეგვიძლია სხვათა შორის ძალიან უცნაურია რომ ანუ ადგილობრივმა ბულბულმა რომ არიცის თავის დროზე მაინც ხო უსმენდა დიდი ქართველი კი არა დიდი უკრაინელი საქართველოს დაბადებული კალიოსტროს მომუშავე ალექსი არესტოვიჩის ეგეთ ძალიან მარტივ პასუხს რომელიც ანგრევს თელ ამ კონსპირაციას და რომელიც მას უთხრეს საერთოდ პირველ პიკში მიაღწია რომ ეს პუტინი მკვდარია და მორეული და რაღაცა მან ძალიან მარტივად უპასუხა ანუ ნახეთო თქვენ თუ გონიათ რომ ეს ხო არის ერთი მირაზდანი რაღაც ერთი წარმონაქმნი ამერიკა რუსეთი მაგრამ ხო არის ასევე ჩინეთი თქვენ თუ გონიათ რომ სი ძინპინიო შეიძლება რომ ორეულს შეხვდეს და ხელი ჩამოართვას ან მან არ იცოდეს რა ანუ ხედები ხო არ არის ანუ დაუშვას ის რომ შეიძლება ორეულს შეხვდეს ნუ მაშინ უფრო წარმოდგენა არა გაქვს საუყაროზე ხო ანუ
თავარი ტესტი შენ და არესტოვიჩი ახლა უარყოფთ ამ შეთქმულებას. რა თქმა უნდა, თავარი ტესტი აქ არის. ანუ ჩვენ ჯეროდა მაგრამ არესტოვიჩი დეკონსტრუქტორებიც ვარ. ანუ თავარი ტესტი არის ის თუ შეხვდა. კაი, პუტინი მდარება სიძინპინი. იმა რა ხარ ხელი ჩამოვა. და იქნებ სიძინპინის ორეული. არა, ის სიძინპინი ორეული კი არა მილიარდეურია ის შეძვალე უმარტივესად რაც გაიგო. ბორხესი. ორე ტელემობილი. ჯეკი ჩანია სიძინპინი. ბორხესი კიდე ერთ მოთხრობა აქვს ამ ორეულის ნამდვილისა და ყალბის გარჩევის თემაზე ქვია ნანგრევების წრეები, სადაც დარწმუნებული ვარ მე გეტყვით ერთ ამერიკულ ფილმზე რომელიც დაჩრდილა მატრიცამ მაგრამ ძალიან კარგი ფილმია და ყოფილა ხოლმე მომხდარა ესე რომ შემდეგ გამოჩენილა მისი ასე ვთქვათ აი კრისტალური ამ ბორხეს ამოწყობის თანახმად თავი მოქმედი პროტაგონისტი ვინც არის ქმნის რაღაც სამყაროს და ნუ თავის რაღაც გარკვეულ წესს ვთქვათ მაგრამ არის ესეთი წესია რომ გამოიცნო შენ ნამდვილი ხარ თუ წარმოსახვითი, ანუ ვიღაცამ შექმნა. ნუ ცეცხლში უნდა შეხვიდე და თუ ფეხსგულები არ გეწვის, ესე იგი შენ პერსონაჟი ხარ. და ნუ ბოლოს იყო რომ პერსონაჟია. ხო, არის ესეთი ამერიკული ფილმი მე-13 ოთახი. მე-13 რატომ? მე-13 ოთახში აკეთებენ წინა ქვემოსამყაროებს. და ერთი პერსონაჟი შედის თავის მიერ შექმნილ ამ სამყაროში მას თამაშობს არმენ მიულერშტალი, შესანიშნავი გერმანელი მსახიობი, რომელიც შემდეგ წავიდა ამერიკაში და ჯერ ხო ამერიკაში წავიდა, ალბათ შეიძლება გახსოვთ იშტვან საბოს ტრილოგიის მეორე ფილმი პოლკოვნიკი რედლი, სადაც აი მარია ბრანდაუერი თამაშობს. კლაუს მარია ბრანდაუერი თამაშობს რედლს და რომელიც ასევე შეთქმულება აქვს. კი გენიალური, ერთ-ერთი გენიალური შეთქმულება. და ტრასტოვარია, რომელიც აღმოჩნდა რუსეთის აგენტი. და რუსეთისგან ფულს იღებდა. ვინაიდან იყო რუსინი და ჰომოსექსუალი. რუსინი, ხო, რუსინი ჰომოსექსუალი. და არმენ მიულერშტალი, ის თამაშობს ფრანც ფერდინანდს. და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ვინც შექმნა ეს ყველაფერი, ეს სამყარო, ეს არმენ მიულერშტალის პერსონაჟი, ხო, თუმცა არის ამისი სიმამრი. და ამ საერთოდ არც იცის რომ თუმცა მას იყენებდნენ როგორც რაღაც მომენტში დამთხოვა მოხდება რომ ორეული დაინახავს ორეული. ხო, ეგ ამერიკაში ბევრი ფილმია საერთოდ. ეგეთი როცა ის სამსახური მასშტაბი. იგივე მატრიცას თავი პრობლემა რა. არა, საბოლოო ჯამში ეკლა გამახსენდა ჰერმან ჰესეს ტრამალის გელში იყურება ოთახებში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის ალისა საოცრებო მაგიური თეატრის მთავარი მომენტი რა არის აი სარკეები ხო სადაც აი ერთ-ერთი ოთახში რა არის მნიშვნელოვანი არის ძალიან ბევრი ხარი და ეს ბევრი ხარი ნუ სმენელს შევახსენებ თავი პერსონაჟი ქვია ჰარი ჰალერი და სადაც ჰარი ჰარალე შეიძლება სხვადასხვანაირად განვითარებულიყო და მართლაც ყველაფერს მისი ცხოვრების ყველა ალტერნატივის რეალიზება ხდება იმ ოთახში შენ რა კითხვი გამახსენდა ეხლა მე უბრალოდ ვერ ვიხსენებ ამ რუსი ისტორიკოსის ალტერნატიული ისტორიის ორი ავტორია რომლებიც ამბობენ რომ ანტიკურობა არ არსებობს არა თანამედროვეა ისტორიკოსი თანამედროვე 70 წლამდე იქნება დამავიწყდა გავიხსენებ მოკლედ მე მაგ წაკითხულ მისი მონოგრაფია რომელიც არის მისგული ამ რედლის აი ამ შეთქმულებას და ის ამბობს და ამტკიცებს თითქოს და რომ ის ადიუტანტი რომელიც ყავდა რედლს და რომელმაც ჩაუშვა აი ამ ავსტრიის კონ დაზვერვასთან იყო იცი ვინ? ადოლფ შიგრუბერი. აურა. მეგობრებო, გემშვიდობებით ურმეცი მადლობა ჩვენს თანაწამყვანებს გურამ ნიკოლაშვილს და ზაზა შაქირიშვილს. ჯეროდა რომ ცოცხალია. არ მომყარა ისევ ცოცხლობს. არ გვინდა. ეგ ხო ვიცოდი და არ გვინდა. ძვირფასო მეგობრებო, ერთი კვირით გემშვიდობებათ ეპშტეინის კუნძული, ხოლო მე შევხვდებით პარასკევს დიდ სივრცეში. კარგად ბრძანდებოდეთ.